საღამოშტობისას დიდი მადლობა რომ ამ საკითხს აშუქებთ და უყურადღებოდ არტოვებთ. პირველ ყოვლისა ლევანი საქართველოს მოქალაქეა და მე რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონის ხელმძღვანელი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაიწყო ის სასწაული, რასაც აჭარის სასწაული ქვია, რასაც ქვეყნის განვითარება ქვია და დღეს იგი თქვენ მართალი თქვით და დაკავებულია დროებით ყაზახეთში, რუსეთში აღძრული მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით თითქოს მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო. რა თქმა უნდა აბსურდია, თუმცა ლევანი სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად კი ეხმარებოდა უკრაინას საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელის როლში, მაგრამ სამხედრო მოქმედებებში არ ღებულობდა მონაწილეობას. გიორგი, უკაცრავად შეგაწყვეტინებ, თუ შეიძლება დავაზუსტოთ, ანუ თქვენ დანამდვილებით იცით, რომ ეს არის რუსეთის მოთხოვნა, ანუ რუსეთის ფედერაციის მიერ აღძრული საქმე მის წინააღმდეგ. თქვენ თქვით, რომ მას ედავებიან სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, ეს დაზუსტებულად შეგიძლიათ თქვათ, რომ რუსეთის მოთხოვნით ხდება, თუ მის დაპატიმრებაზე ვისაუბრებთ, მისი დაპატიმრება და თუ გქონდათ კონტაქტი, აი ძალიან მაინტერესებს ბოლო წუთები, ვიდრე თქვენ აი ამ თქვენს ანალიზს მიაწვდიდეთ მაყურებელს, რასთან გვაქვს საქმე, აი კონკრეტული კონტაქტი თუ შედგა ლევანთან. არა, ინგა მე ანალიზს არ მოგახსენებ, მე ინფორმაციას მოგახსენებ, რაც მაქვს. დიახ. ლევანი ამ წუთას არ არის ხელმისაწვდომი, მას არ აქვს საშუალება რომ გეკონტაქტოს პირადად, უკვე აყვანილი არის ადვოკატი ძალიან კომპეტენტური და ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირების მიმართ, უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომელიც მყისიერად იქნა ინფორმირებული და ჩართულები არიან კომუნიკაციაში ყაზახეთის ხელისუფლებასთან ლევანის გასათავისუფლებლად, აი ამ უკანონობის და გნებავთ დავარქვათ გაუგებრობის აღმოსაფრთხებლად, რომ მასთან მიმართებაში არ მოხდეს ის, რაც ძალიან შესაძლებელია, რომ ექსტრადიცია განახორციელონ ყაზახეთიდან რუსეთში, თუმცა რადგანაც უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონე არის ჩართული, უკვე დაკონკრეტებით აღარ დავაკონკრეტებ თქვენის ნებართვით, რომ მაინც რამეს ხელი არ შეეშალოს, მე იმედები გამიჩნდა ძალიან სერიოზული, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდება, როგორც ეს არ ვიცოდი, ეს ინფორმაცია, ანუ უკრაინის ხელისუფლება ჩართული, მესმის რომ არ გინდა დააკონკრეტოთ, მაგრამ ანუ ძალიან მაღალ დონეზე ხდება ეხა მოლაპარაკება უკრაინის ხელისუფლებასა და ყაზახეთის ხელისუფლებას შორის, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი იქნება, აი წარმოსადგენადაც კი ურთულესი ამბავია ლევან ვარშალომიძის ექსტრადირება, უცებ რომ აღმოვაჩინოთ განხორციელდეს მოსკოვში, რუსეთში. ეს იქნება ალბათ წარმოუდგენელი ამბავი და ანუ თქვენ ამბობთ, რომ მას ამ დროისთვის თქვენი დაზუსტებული ინფორმაციით უკვე ყავს ადვოკატი და უკრაინის ხელისუფლებაა მაღალ დონეზე ჩართული ამ საქმეში? დიახ, ეს რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ეს ინფორმაცია და ისი თქმაც შემიძლია ამას მოგახსენებთ. დიახ, მესმის თქვენი ხმა. დიახ, გიორგი, გესმით ხო ჩემი ხმა? დიახ, ვიღაცას სტუდიიდან მესაუბრებად ჩემი ხმა თუ გესმის? კი, კარგად ისმის, თქვენი ხმა არანაირი ტექნიკური შეფერხება არ არის, ხო ეს? არ ვიცოდით ხო ეს ინფორმაცია, მართლა წარმოუდგენელია, ტვინშიც კი ძალიან გამიჭირდა ამის წარმოდგენა, რომ შესაძლებელია ლევანი აღმოჩნდეს ექსტრადირებული რუსეთში, მაგრამ ფაქტია და დაზუსტებული ინფორმაციას გვაწვით, რომ სწორედ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის გამო მოხდა მისი დაჭერა ყაზახეთში, როგორც უკრაინასთან, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირის და პლუს თქვენ თქვით, რომ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის. კიდევ რა შეგიძლიათ გითხრათ ამ თემაზე და საელჩოზე უნდა გკითხოთ, ყაზახეთში საქართველოს საელჩო თუ რამენაირად ჩაერთო საქმეში?
უფრო სწორი გამართული იურიდიული ტერმინით რო ვილაპარაკოთ, დაკავება მოხდა, დაჭერა, კი ბატონო. დაპატიმრება არა, იურიდიული ტერმინებია და მნიშვნელოვანია, რომ ის არ არის დაპატიმრებული, დაკავებულია, გააჩერეს და ეხლა არ ყვევენ. ასევე რაიმე მოლაპარაკებები უკრაინისა და ყაზახეთის ხელისუფლებას შორის არ მიმდინარეობს, არის კომუნიკაცია, როგორც გითხარით და ნახოთ რითი დამთავრდება ეს. ასევე გითხარით, რომ ყავს ადვოკატი აყვანილი, ძალიან კარგი ადვოკატი, ჩვენი მეგობრების შეფასებით ეფექტიანად მუშაობს და იმედი გვაქვს, რომ ნორმალურად დასრულდება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ ეს გვეცნობებია საქართველოს ხელისუფლებისთვის, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ეს შეიძლება ჯობდა არც გაგვეკეთებია, იმიტომ რომ რასაც გააკეთებს მე პირადად ამაში ვარ მადარწმუნებული ეს მოღალატური რეჟიმი, ეთქვის, რომ გადაეცით რუსეთს, თუ რუსეთში არის საქმე აღძრული, გადაეცით რუსეთს. ახლა რასაც უკეთებენ მიხეილ სააკაშვილს და აგერთელი სახელმწიფო რესურსი არის ჩართული ნაციონალური მოძრაობის მოსაშთობად და საპარლამენტო კომისია შექმნეს, რომ გაგვაუქმონ ლევან ვარშალომიძეს, რომ თავზე ხელს არ გადაუსვამენ და მასზე რო არ იზრუნებენ, მე მგონი არავის არ გაგვიკვირდება. გიორგი, შეგიძლიათ უფრო მეტი მითხრათ, მე ყურადღებით გისმენთ, ეხლა ყველა ინფორმაცია, რასაც თქვენ ყვებით, ეთერში ჩემთვის ახალია და თქვენ თქვით, რომ იძულებულები გახდით, რომ საქმის კურსს ჩაგეყენებინათ საქართველოს მთავრობა? ანუ არალეგიტიმური ხელისუფლება, როგორ მოხდა ეს კომუნიკაცია მათთან, ვის შეეხმიანა და რა გითხრეს, რა გიპასუხეს? პარტიის წარმომადგენელი იქ საქართველოს ელჩი არის საქმის კურსში. ახლა მე უკრაინის მიმართულებით მუშაობდი, პარტიის სხვა ჩვენი ხელმძღვანელები ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან კონტაქტზე მუშაობდნენ. ანუ იქ დღეს საქართველოს ელჩი თუ შეიძლება გავასწოროთ კავშირი გიორგი ბარამიძესთან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაწვდის. აი ხაზზე ხართ გიორგი, მაპატიეთ რაღაც ტექნიკური ხარვეზია. ანუ საქართველოს მმართველ გუნდს მიაწვდინეთ ხმა ელჩის მეშვეობით. საელჩო ყაზახეთში იცით რა ცუდი სმენადობა იყო და იქნებ კიდევ გამიმეოროთ. საქართველოს ელჩი ყაზახეთში არის ინფორმირებული. ნიკა ვალიაშვილია, ხო? რამდენადაც ცნობილია. ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი იყო ნიკა ვალიაშვილი, ვიდრე ელჩად დაინიშნებოდა ყაზახეთში. ანუ ელჩი არის ინფორმირებული და მათგან არანაირი რეაქცია არ ყოფილა თუ საელჩო რამე პასუხი მაინც გითხრათ, არ ვიცი. მე მათთან კომუნიკაცია არ მაქვს, როგორც უკვე გითხარით, მათგან მხოლოდ მავნებლობას მოველი. მათგან მხოლოდ მოველი, რომ თუ რუსების მიერ არის ეს საქმე ინიცირებული, მე ესე ვთვლი, რომ ისინი ეთქვიან ყაზახებს, რომ გადაეცით. ისინი ლევან ვარშალომიძეზე ჩემი აზრით არ იზრუნებენ. არ ვიცი, თუ ვინმე სხვა აზრი აქვს და სხვა რამე ჯერა, ეს მისი საქმეა. ამიტომ მე პირადად, რაც მაქვს კონტაქტები უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლების მიმართ ლევანს ჩემზე მეტი აქვს და ჩემზე მნიშვნელოვანი, ასე რომ ასე ვთქვათ, ჩემი ჩართვა უბრალოდ ტექნიკური ხასიათის არის. ლევანს არა მარტო იცნობენ, აფასებენ, მეგობრობენ და ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად მიაჩნიათ, ძალიან საჭირო ადამიანად მიაჩნიათ საქართველოსთვის, უკრაინისთვის. ხა ესე შემთხვევით ადამიანები უკრაინის საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი არ ხდება, ხო? გესმის ეს კარგად, არა? წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს უკრაინაში და კიდე უკრაინის ფარგლებს გარეთ რამდენი მილიონი. ეხლა ლევან ვარშალომიძე არის უკრაინის საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი? ამ წუთას აღარა, ალბათ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის ამჟამინდელ ადმინისტრაციაში მუშაობდა ლევანი ამ თანამდებობაზე და ხა ყველა იცნობს ლევანს, როგორც უკვე გითხარით. ლევანმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად მოგახსენებათ კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი დაამთავრა, რომლის
კურსდამთავრებული მრავალი ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირია უკრაინაში, გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, ასე რომ გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, ლევანი იყო ძალიან მაღალი რანგის, ძალიან მნიშვნელოვანი საქმის შემსრულებელი უკრაინისთვის. და გიორგი, რამდენად დამაიმედებელი იყო თქვენთვის უკრაინის ხელისუფლების განმიღებული პასუხი? გავიგე მათი ჩართულობის თაობაზე, მაგრამ თვითონ რამდენად იმედიანად არიან, ვინც ინფორმაცია მოგაწოდათ თქვენ? ისინი ცდილობენ, რომ არ ისპეკულირონ, ეხლა ეს ისეთი თემა არის, აქვს მიცემული ყველა შესაბამის სტრუქტურას ის დავალება, რა დავალებას გულისხმობს ლევანის უსწრაფესად გათავისუფლებას და ამ გაუგებრობის თავიდან აცილებას, რომ ლევანს არ შეეხოს ვარშალომიძე გადაყვანილი. ეხლა არ მინდა დაკონკრეტება, ყოველ შემთხვევაში ლევანს არ აქვს ამ წუთას კომუნიკაციის საშუალება უშუალოდ, მაგრამ არის ადვოკატი, როგორც უკვე გითხარით და ის ადვოკატი საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. იმედია ჩვენ არ გავხდებით. იმედია არ მესმის აბსოლუტურად იმედია ჩვენ არ გავხდებით ასეთი ფაქტის მომსწრენი, რომ ლევან ვარშალომიძე აღმოჩნდეს უეცრად ექსტრადირებული რუსეთში, რამდენადაც საქმეა სწორედ რუსეთის მხრიდან აღძრული უკრაინასთან მისი კავშირების გამო. მართლა წარმოუდგენელი იქნება, სიგიჟე იქნება ეს, მე შემთხვევით არ გითხარით ჩვენი საუბრის დასაწყისში, ტვინშიც კი ვერ დავალაგე, ვერ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება ის აღმოჩნდეს უცებ ექსტრადირებული იქ. არც რუსეთისთვის არის ეს გასაკვირი და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ და არც ამ რეჟიმისთვის. ახლა ჩვენ უამრავი ადამიანი ვიცით საქართველოსდან, რუსეთიდან გამოქცეული, პუტინის რეჟიმს გამოქცეული, უკან როგორ გადასცეს, ხო? და რეჟიმისთვის ყველაზე სახიფათო გუნდი და პარტია ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერი დატყვევებული ყავთ და რომლის ერთ-ერთი ლიდერი და თვალსაჩინო სახე არის ლევან ვარშალომიძე. აქედან გამომდინარე, ამას ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნამდვილად არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს ამათგან. ეს და რუსეთი ჩემთვის, რა ვიცი, ალბათ ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა ეს, არიან აბსოლუტურად ერთ და იგივე. კი ბატონო, მადლობა გიორგი, მადლობა.